გიგავალიანის მკვლელობის საქმეზე შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის მერაბ მალანიას შვილი დააკავეს. TV პირველთან ინტერვიუში გიორგი მალანიას ბიძა ფაქტს ადასტურებს. მისი თქმით, სპეცოპერაცია ლანჩხუთში ჩატარდა. დაკავებულის ბიძა ირწმუნება, რომ მალანია არაფერ შუაშია და პროკურატურას მის წინააღმდეგ მტკიცებულებები არ ჰქონდა. საქართველოს დრონების საწინააღმდეგო სისტემებს შეიძენს. მდინარაძის თქმით, ტექნიკას 5-6 კილომეტრის რადიუსში ერთდროულად რამდენიმე ათეული საფრენი აპარატის აღმოჩენა და განეიტრალება შეუძლია. მდინარაძემ განაცხადა, რომ მიზანი სხვადასხვა მიმართულებით დაცვის სისტემის განვითარებაა. დამატებით შეკითხვაზე, ხომ არ უკავშირდება ეს გადაწყვეტილება რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების, ეგრეთ წოდებული მთავრობისთვის დრონების გადაცემას? მდინარაძემ უპასუხა, რომ ასეც რომ იყოს, მაინც ვერ ითხოვდა. კვების ობიექტებში პლასტმასის ბოთლებით სასმელების რეალიზაციის აკრძალვა 4 წლით გადავარდა. თავდაპირველი ვერსიით შეზღუდვა ძალაში დღეიდან უნდა შესულიყო. აპრილში სასმელის პლასტმასის ბოთლებით რეალიზაციის აკრძალვაც 2031 წლამდე გადავარდა. თბილისში შინაური ცხოველების მოულა-პატრონობის წესების დარღვევაზე დღეიდან ჯარიმები ამოქმედდა. მოულა-პატრონობისა და ყოლის წესების დარღვევა 500 ლარიან სანქციას გამოიწვევს. საზოგადოებრივ ტრანსპორტში შინაურ ცხოველთან ერთად მგზავრობა საბლის ან ალიკაპის გარეშე კი 150 ლარით დაჯარიმდება.